გამარჯობა. დღეს ჩვენ ვნახავთ აი ამ პოზიციას. სულა თეთრები სადა, შამათი უნდა ჩავსვათ თორსვლაში. მოდი აბა დავფიქრდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ? რა შეიძლება? მოდი ჯერ შავებს დავაკვირდეთ. და რა არის ესეთი დასკვირვებელი? ისეთი, რომ შავებს მოძრაობა არ შეუძლიათ, ანუ შემდეგი სულ ისეთი რომ გავაკეთოთ, რომ ფიგურა არ გავათავისუფლოთ, პატი დასრულდება. აი თუნდაც აესვლა. აი, ნახეთ, პაიკები გასაგებია, მეფეს გასაგებია, აი ეს პაიკი, ჰაშპაიკი იცავდა მეფის უჯრას. და რაღა ანუ კუს რა აქვს ისეთი, რომ ვერ მოძრაობს. რა და ლაზიერი უდგას წინ, რომელიც აბავს კუს. ამიტომაც ეს პატია. ანუ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მეფის ერთ-ერთი ფიგურა. შეიძლება იფიქრო. აი ეს სვლა კარგი არის. მაგრამ არასწორი არის, იმიტომ რომ ის კუს მასე გადაფარას გაწირავს. შემდეგ ქირს რო გამოვაცხადებთ. არის შამათი, კი არის, მაგრამ რამდენი სვლა დაგჭირდა? 1 მოიცადე. რამდენი სვლა დაგჭირდა? 1 რამდენი სვლა დაგჭირდა? ეს 1 ლაზიერი, ეს 2, ეს 3. არასწორია. ანუ ჩვენ 2 სვლაში გვინდა და არა ზედმეტი. კარგი. ანუ კუს გაშვება არ გვაწყობს. მაშინ ვინ შეიძლება გავუშვათ კიდევ? პაიკი, რადგან სხვა მეტი არავინ არაა. მოდი მეფეს გავწევ. არასწორია, რადგან ის გააცოცხლებს და აქ ბევრად გაგიჭირდება შამათის ჩასმა. და რომ მოკლა, იგივე პატია. ამიტომაც ჩვენ ეტუს წირავთ. ძალიან კარგი სვლა. როგორც ხედავთ, შავები ვერაფერს გააკეთებენ, გარდა აი ამეტლის მოკლის. და მეორე სვლა არის პირდაპირ შამათი, რომ ლაზიერი მოვკლათ, ლაზიერით. როგორც ხედავთ, საოცარია, მართალია? კარგი, დღესაც კიდე სულ ეს იყო. აუცილებლად არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალეიქება და არხის გამოწერა. მე კიდე ამ დაგემშვიდობებით. ნახვამდის.